რესურსი, ფული, დრო და ადამიანური კაპიტალი ბიზნესის დასაწყებად ან გასაუმჯობესებლად. როგორ დავეუფლოთ ფულის კეთების ნამდვილ ხელოვნებას? რადიო იმედის ეთერშია ბიზნესი. თორნიკე გურულთან ერთად. ყველას გულით მოგესალმებით. დღეს სამშაბათია და სამშაბათობით ტრადიციულად ვიკრიბებთ ხოლმე რადიო იმედის ეთერში, რათა ვისაუბროთ ბიზნესზე. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი გადაცემის არა მარტო მოსმენა შეგიძლიათ, არამედ გვიყურებთ კიდეც ჩვენს Facebook-ის გვერდზე, ისევე როგორც პორტალებზე იმედი.g და MyVideo.g, ასევე მაგთის IP ტელევიზიის 53 არხზე. როგორც იცით და როგორც ყველა გრძნობს, მთელ საქართველოში დათბა, ამინდები გამოვიდა და ამინდების დაწყება გასაფხულზე არის ხოლმე დაკავშირებული სარემონტო სამუშაოებთან, ამიტომ ვიფიქრეთ საინტერესო იქნებოდა თქვენთვის თუ ჩვენ გავაკეთებდით გადაცემას რემონტებზე, რადგანაც ეს თემა აქტუალურია, გადავხედეთ არსებულ Facebook გვერდებს რემონტებთან დაკავშირებით და ასეულობით ადამიანის სხვადასხვა პრობლემებზე საუბრობს. დღევანდელი ჩვენი გადაცემა გვინდა სწორედ რემონტებს მივუძღვნოთ და თემაზე სასაუბროთ მოვიწვიეთ M-გრუპის დამფუძნებელი მარიამ ძიძიკაშვილი, რომელსაც სარემონტო ბიზნესი აქვს. მარიამ, მოგესალმებით. მოგესალმები ბატონო თორნიკე, მადლობა პირველ რიგში რომ მომიწვიეთ და დაინტერესდით ამ თემით. დაგეთანხმებით ნამდვილად რომ დაგვეწყო უკვე სეზონი სარემონტო. როგორც კი ამინდები გამოდის ხოლმე, ეგრევე სარემონტო სეზონი იწყება ბუმი. თუმცა ვერ ვიტყვი ამას, რომ ძალიან ამ სარემონტო საქმიანობას აქვს სეზონი, იმიტომ რომ ძალიან მოთხოვნადია და ზამთარშიც მიმდინარეობს. თორე სახლი ესეთი რაღაც არის, ყოველთვის რაღაცა ფუჭდება ხოლმე და რაღაცა კეთება. ზოგადად, რამდენი ხანია რაც დაიწყეთ ეს ბიზნესი და რატომ გადაწყვიტეთ ამ ბიზნესის დაწყება? ზოგადად საქართველოსთან გამომდინარე სამწუხარო რეალობა, რომ ქალები ამ ტიპის ბიზნესს არ ფლობენ ხოლმე და ძალიან გამეხარდა, როდესაც გავიკერო თქვენი ყავით აი ამ ბიზნესის ფლობელი და საქართველოში რემონტის გაკეთებათან სპეციფიკური კონტროლით, რომელიც ხარისხს უზრუნველყოფს ძალიან ცოტა. რატომ გადაწყვეტეთ ზოგადად ამ ბიზნესში ჩართულიყავით და სად დაინახეთ საჭიროება? საჭიროება ნამდვილად არის დღესდღეობით ჩვენს ბაზარზე. ჩვენ უკვე 2 წელია რაც ბაზარზე გამოვჩნდით და ვართ პრემიუმ კლასის სარემონტო კომპანია. და მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ უკვე ცნობილები ვართ ამ სფეროში, იმიტომ რომ ჩვენი ადგილი დავმოგვიდრეთ. და რატომ გადავწყვიტე ამ სფეროში მოღვაწეობა, ეს იყო პირადად მე მქონდა ესეთი შემთხვევა ჩემს ბიზნესთან დაკავშირებით. ვარემონტებდი, მომიწია რემონტი დაახლოებით 1 წლის განმავლობაში და რომ დავფიქრდი, რატომაც არ შეგვიძლია ქალებს ასეთი ბიზნესი ჩამოვაყალიბოთ და ხელმძღვანელები გავხდეთ. დიახ, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ. თან ალბათ აი ამ ადამიანების მართვა, ვინც რემონტს ასრულებს ხოლმე, ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა და ყველაზე რთულია, იმიტომ რომ სულ 1000 პრობლემთან არის დაკავშირებული. მოდით დავიწყოთ. რა არის დღეს მოთხოვნა ბაზარზე? ანუ ყველაზე დიდი მოთხოვნა რა მიმართულებითაა? დღეს მოთხოვნა ბაზარზე საკმაოდ დიდია, რადგან რო გავიხედოთ, უამრავი კორპუსი შენდება, უამრავი ბინა არის სარემონტო და მოთხოვნაც მიწოდებასთან ჯაჭვურად კავშირდება და ძალიან მოთხოვნადია ეს სფერო. თუმცა ძალიან ჭირს პროფესიონალთა გუნდის პოვნა და შოვნა. რამ გამოიწვია ეს? რამ გამოიწვია იმან, რომ როცა ხელოსანი არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიმართულებით, ის იბრალებს, რომ სიტყვაზე არის კაფელმეტლახის ხელოსანი და იბრალებს, რომ ის აგებს ლამინატსაც და შეუძლია გააკეთოს ელექტროობას. და საკმაოდ სავალალო შედეგზე მივდივართ ხოლმე. დიახ, იმიტომ რომ როდესაც ერთი სპეციალიზაცია აქვს და ყველაფერს მიედინება ხოლმე, მე ეს ხარისხსაც ახდენს ხოლმე საგანას. ალბათ თქვენთვისაც ცნობილია და ჩვენი მსმენელთა მაყურებლისთვისაც ცნობილი იქნება 1000 Facebook ჯგუფი შეიქმნა, სოციალურ მედიაში ხშირად ხვდებით ხოლმე ხელოსნების შავსიას და 1000 ტიპის დაზარალებულებს ამ მიმართულებით, რომლებიც არაკეთეს ინდუსტრიად მუშაობენ და ესეც ინდუსტრიას იმიჯს უფუჭებს და ულახავს კი და გეტყვით ახლა ძალიან ბევრი ხერხერს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გავუმიჯნოთ ნამდვილი კომპანია და ესეთი თაღლითური კომპანია. მოდი რომ უთხრათ ჩვენს მსმენელებს და მაყურებლებს, რა უნდა იცოდნენ, როგორ უნდა შევაფასოთ ასეთი ტიპის ჯგუფები თუ კომპანიები, თაღლითები არიან თუ შეიძლება მათთან თანამშრომლობა? პირველ რიგში დამკვეთი, როცა ირჩევს კომპანიას თუ კერძო პირს, ხელოსანს, აუცილებლად კარგი იქნება თუ გადაამოწმებს მის ნამუშევრებს და ეყოლება ისეთი ადამიანი, ვინც გაუწევს რეკომენდაციას. ან
ექნება შესაძლებლობა მისი ბოლო პროექტი თვითონ იხილოს. დიახ, იმიტომ რომ არსებობს ხოლმე შემთხვევები, როდესაც არაფერი აქვს გაკეთებული და უკვე იცახის რომ ხელოსანი ვარ და შესაბამისად ფულს კი, დღეს სოციალური ქსელები გვაძლევს საშუალებას, რომ რაღაცნაირად ლამაზად შევფუთოთ ყველაფერი და დავიბრალოთ ის, რაც სიტყვაზე რის კეთებაც არ ვიცით. ამიტომ ხდება ხოლმე ესეთი შემთხვევები. უკეთესი იქნება თუ დამკვეთი მივა თვითონ ადგილზე, ბოლო პროექტს ნახავს, მის ნამუშევრებს ნახავს და დარწმუნდება, რომ ნამდვილად მისი ნამუშევარია და ნამდვილად პრემიუმ კლასზე მუშაობს, ან იმ კლასზე, რაც თვითონ აწყობს დამკვეთს. ასე თანხის გადახდა მნიშვნელოვანი. ბევრი ხელოსანი მითხოს ხოლმე წინასწარ თანხის გადახდა. რამდენად უნდა ვენდოთ ასეთ ტიპის ხელოსნებს და წინასწარ გადაუხადოთ თანხა. ეს ყველაზე დიდი დაშვებული შეცდომა, რაც შეიძლება დამკვეთმა გააკეთოს და დაუშვას წინასწარ გადახდილი თანხები. ხდება ყველა შესრულებული სამუშაოს შემდეგ. ბოლოში უკვე იხდება ის თანხა სიტყვაზე ვიღაცა ასრულებს სამალიარო საქმეს და წინასწარ იხდის მხოლოდ 20% და დასრულების შემდეგ იხდის დანარჩენ 80%. შემდეგი უკვე გადადის სხვა ეტაპზე, სიტყვაზე ელექტროობაზე, ელექტროობის 20% იხდის დასაწყისში, დანარჩენს უკვე ბოლოში. და ასეთ შემთხვევაში დამკვეთიც უკვე დასხვეული არის. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთ შემთხვევაში არ არსებობს ხოლმე რაღაც ტიპის ხელშეკრულებები წერილობითი, სადაც მხარების პასუხისმგებლობები იქნება ხოლმე განსაზღვრული. ესეც ალბათ ერთ-ერთი შეცდომაა და თაღლითებისგან თავის არიდების საშუალება, რომ მქონდეს რაღაცა ტიპის ხელშეკრულება, რაღაცა ტიპის წერილობითი დოკუმენტი, რომელიც მხართა პასუხისმგებლობას განსაზღვრავს, რომ რა ვალდებულება მაქვს მე დამქირავებას და რა ვალდებულება აქვს ხელოსანს, როდესაც საუბარი გვაქვს კონკრეტული ბინის რემონტზე. ეს აუცილებელია ხელშეკრულების გაფორმება. ვინაიდან დამკვეთი არის დაზღვეული იმ შემთხვევაში, თუ გადაცდა ვადებს, შეუძლია მოითხოვოს კომპენსაცია და დაიბრუნოს სიტყვაზე რაღაცა ნაწილი თანხა, რაც ხელშეკრულებაშია გაწერილი და თავისი პასუხისმგებლობა კომპანიამ აიღოს თავის თავზე. დიახ, ასევე შესრულებული სამუშაოს ხარისხთან დაკავშირებაც არის. კი, რა თქმა უნდა. მე მინახავს ძალიან ბევრი შესრულებული სამუშაო, რომელიც ძალიან მარტივ ხარისხსაც კი არ აკმაყოფილებს. სამწუხაროდ ასეთი ბევრია ბაზარზე, როცა გვირეკავენ ხოლმე და გვეუბნებიან, რომ იცით რა არის, აი შეგიძლიათ დაგებული გვაქვს უკვე პარკეტი და აი ახლიდან რო გაგვიკეთოთ, ან დაგებული გვაქვს მეტლახი და შეგიძლიათ რო ახლიდან, რადგან წყალი არ გადის. ანუ სამი თემა ვახსენეთ, იმისათვის რომ შევარჩიოთ ხელოსნები ან ხელოსანთა ჯგუფი პირველი, აუცილებლად უნდა ნახოთ ნამუშევრები, რა ნამუშევარი აქვს შესრულებული წინა სამსახურის დროს, წინა პროექტის დროს, მეორე წინასწარი გადახდა არ გადაუხადოთ ძალიან თანხა ერთდროულად და ასევე გავაფორმოთ წერილობითი ხელშეკრულება, სადაც მხართა პასუხისმგებლობა იქნება განსაზღვრული და მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყოთ ასეთ ადამიანთან ურთიერთობა. როგორც წესი, ხელოსნებს აქვს ხოლმე ძალიან დიდი მოცდის პერიოდი, იმიტომ რომ ვისაც სახლის მშენებლობა აქვს ან რემონტი აქვს, ძალიან დიდია ხოლმე მოცდის პერიოდი, რომ გეუბნება, რომ მაგალითად დავიწყებთ ხუთშაბათს და ეს ხუთშაბათი არ მთავრდება. არასდროს არ მოდის ეს ხუთშაბათი. ყოველთვის რომ ხუთშაბათია საუბარი ძალიან რთულია. ასეთ შემთხვევაში ჩვენ მაგალითად უკვე ამ ეტაპზე 36 დასაქმებული ხელოსანი, პროფესიონალი ხელოსანი გვყავს და ეს ხელს არ უშლის ერთმანეთში. სიტყვაზე დღეს ავად გახდა ერთი ხელოსანი, ამას აუცილებლად ეცვლება მეორე ხელოსანი და არ ვაყოვნებ ნამდვილად დროს და ეს ხელს არ გვიშლის ჩვენ პირადად. თუმცა ძალიან დიდი პრობლემა არის კი. მე მსმენია ძალიან ბევრი არგუმენტი, როცა ხელოსნები არ მოდიან სამსახურში ერთია, რომ ვიღაცა გარდაეცვალა აუცილებლად რეგიონში და წავიდეს ერთი კვირა და ბევრი ბავშვი ცუდად თუნა ძაღლმა დაძრა გაიგეთა და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი სხვასვანეთ. ძალიან ბევრი ჩამოთვლა შემიძლია. 1000 არგუმენტი აქვს თქო, რომ არ გამოცხადდა. ალბათ დისციპლინა ერთ-ერთი ყველაზე პრობლემატურია ხელოსნების შემთხვევაში. დისციპლინა კი ძალიან რთულია და აი სანამ აქამდე მოვიდოდით ცოტა ესეთი პერიოდებიც გავიარეთ. ჩვენ ნამდვილად ესეთი ხელოსნებიც გვყავდა და გაუცხრილეთ და დღესდღეობით თამამად შემიძლია უკვე ვთქვა, რომ ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ პრემიუმ კლასზე ვმუშაობთ.
პრემიუმ ხარისხს ვუდებთ და დღესდღეობით უკვე თავისუფლებას ვაძლევ ამირჩიოს არამედ დამკვეთმა, არამედ მე ავირჩიო დამკვეთი. ესეთი დიდი მოთხოვნაა დღეს ბაზარზე. კი, ძალიან დიდი მოთხოვნა და რადგან ჩვენ პრემიუმ კლასს ვაკმაყოფილებთ და პრემიუმ კლასს ვერ გებით, რას გულისხმობს პრემიუმ კლასი? შესრულებულ სამუშაოს ხარისხს თუ მასალებსაც? უნდა ხარისხს. ჩვენთვის ხარისხი უმთავრესია და ჯერ ხარისხის შემოწმების რა მეთოდები არსებობს, რომ გაუზიაროთ ჩვენს მაყურებელს და მსმენელს, როგორ შეგვიძლია ზოგადად სარემონტო ხარისხი შევამოწმოთ, მაგალითად ხედავთ კედელი შეღებილია, მაგრამ როგორ არის ეს შეღებილი, ამაზე ალბათ გარდა თვალით შემჩნეული დეფექტებისა რაღაც სხვა მექანიზმებიც იარსებობს. ამისთვის ყავს ცალკე ბრიგადა, რომელიც უკვე სამუშაო შესრულების შემდეგ ამოწმებს ყველა დეტალს, რამდენად კარგად არის შესრულებული და ამის შემდგომ ვაბარებთ უკვე ჩვენ დამკვეთს და დამკვეთთან ერთად გავდივართ ყველა იმ დეტალს, რაც უკვე ჩვენ გავაკეთეთ. რომელიც მე იბარებს ეტაპობრივად შესრულებულ სამუშაოებს. ეტაპობრივადაც და უკვე საბოლოოდ ჩვენ ავეჯის კომპანიებთანაც თანამშრომლობთ და ავეჯზეც პასუხისმგებლობას ვიღებთ ჩვენ. სამზარეულო შეკვეთის შემთხვევაში და მსგავს. ყველანაირი ავეჯის, ასევე აბასტანის ავეჯის. ვინ არიან მარიამ ძირითადად თქვენი მომხმარებლები, ანუ ესენი ემიგრანტები, რომელთაც საქართველოში არ ცხოვრობენ, საქართველოში დასაქმებული ადამიანები, რომელსაც დრო არ აქვთ, რეგიონში მაცხოვრებლები, რომელსაც თბილისში ბინა შეიძინეს, თუ ვინ არიან ზოგადად თქვენი მომხმარებლები? ჩვენი მომხმარებლები, ძირითადი სეგმენტი არის უფრო უცხოელები და ემიგრანტები, თუმცა საქართველოშიც უკვე ძალიან ბევრი მომხმარებელი ყავს, ვისაც დრო არ აქვს და დამეთანხმებით, რომ დრო იმდენად მნიშვნელოვანია და დეფიციტურია, რომ ძალიან დიდი კომფორტი არის, როცა ბინას ყიდულობ და იწყებ რემონტს. ეს ყველაფერი კომპანიამ აიღოს თავის თავზე და ჩაგაბაროს უბრალოდ გასაღები. და შეხვიდა შექმნით და ბედნიერად იცხოვრო. ნამდვილად. ინვესტიცია კი. განახორციელა. თქვენ ახსენეთ, რომ რამდენიმე მიმართულებით დავაზრდეთ, ეს რომელია ყველაზე მოთხოვნადი, მაგალითად, თუნდაც კაფელის დაგება უფრო მოთხოვნადია, სამღებრო სამუშაოები უფრო მოთხოვნადია, თუ რა ტიპის საქმიანობები არის დღეს ყველაზე უფრო მოთხოვნადი? იცით რა არის, ვერ გავმიჯნავ ერთმანეთისგან, იმიტომ რომ როცა შევდივართ სიტყვაზე შავ კარკაში, მწვანე კარკაში ან თეთრ კარკაში, ყველგან თითქმის ერთი და იგივე სამუშაოები გვიწევს. მაგრამ ბაზარზე დეფიციტური უფრო არის ელექტროობა, აი ელექტრიკების განხრით უფრო ჭირს კარგი სპეციალისტის ნახვა, ვიდრე სხვა დანარჩენის. იმიტომ რომ ელექტროობა ძალიან საპასუხისმგებლო არის და ჩვენი კომპანია როცა შედის უკვე და ელექტროობა გაყვავს, ანუ ფოტოსურათები გვაქვს ყველა გაყვანილობის, ყველა წერტილის და უკვე ბოლოში ფაილის სახით ვაძლევთ ხოლმე დამკვეთს და საკმაოდ უკვირთ დამკვეთებს, რომ ეს რა თმინდა, რაში მჭირდება. მერთმა დაიფაროს და 10 და 20 და 50 წლის შემდეგ დასჭირდეს ვიღაცას რაღაცა წერტილის ნახვა ან რაღაც ხომ უნდა იცოდეს სად რა წერტილი გადის. უბრალოდ ავეჯის კედელზე მიმაგრება დაჭერდეს, ხომ უნდა იცოდეს სად. ყველაფერი უნდა იცოდეს, კი. და ჩემი რჩევა იქნება, ჩვენთან გააკეთებენ რემონტს თუ სხვაგან გააკეთებენ, არ აქვს მნიშვნელობა, აუცილებლად გქონდეთ ხოლმე ფოტო მასალა, შავი კარკასისაც, უკვე გაყვანილობის და აი ყველაფრის. ეს ფოტო მასალა დაეხმარება მათ შემდგომში. კი, წლების შემდეგ რაღაც არ დასჭირდეთ, კი. და არის ხოლმე შემთხვევები. რა არის ხოლმე ყველაზე დიდი გამოწვევები, მარიამ, რომელსაც თქვენ აწყდებით ხოლმე საქმიანობის დროს? საქმიანობის დროს ყველაზე დიდი გამოწვევა არის სამშენებლო კომპანიების მიერ დაშვებული შეცდომები, რომელიც უთვალავი შეიძლება ჩამოვთვალოთ, ანუ სამშენებლო კომპანიები, რომლებიც აბარებენ სხვა ტიპის კარკასებს, საკმაოდ ხარვეზებით ხდება ამის ჩაბარება. ძალიან დიდი ხარვეზებით, იმიტომ რომ დამკვეთს გონია, რომ ჩაიბარა მწვანე კარკასი და არა და ბოლომდე თეთრი კარკასიც არ არის რეალურად, ისეთ მდგომარეობაში აბარებენ და შემიძლია 1000 რაღაც მოუყვე ამასთან დაკავშირებით, რომ მქონია ეს შემთხვევაც, რომ მაგალითად ნახას მინახავს, რომ ამ საძინებას უნდა ქონდეს ფანჯარა და რეალობაში ეს ფანჯარა არ არის და მე გახსენებია დეველოპერს, რომ ფანჯარა იყოს. ამ მსგავსი ძალიან ბევრი შემთხვევა მქონია, მაგალითად სამზარეულო შახტა დავიწყებია და ბევრი სხვა. მე წავაწყდი ახლა ბოლო პერიოდში ჩემს უბანში შენდებოდა კორპუსი, სადაც ფანჯრების სამოჭრა დაავიწყდათ და
უკვე დასრულებული კორპუსის შემდეგ გამოჭრეს ფანჯრები. ანუ 1000 რაღაცა არსებობს, 1000 შეცდომა შეიძლება დავუშვათ, თუნდაც ელექტროობის მიმართ. და ამას რო უყურებ მე ძალიან რთულია. კი, იმიტომ რომ რასაც როცა იცი რა არის შეცდომა, ეხა დაუყურებ, ხო, საკმაოდ კი, ყველა შეცდომა რეალობაში გამოსწორებადია. მაგრამ დამატებითი ტიპის ძალისხმევა ჭირდება მაგათ ფინანსები რა თქმა უნდა. პატარა ფინანსებზე ხوار გადის. ბინის რემონტი დამეთანხმებით დღესდღეობით ერთი ბინის თანხას უდრის რემონტი და მოწყობა სახლის. სამშაბათო მასალა უფრო იაფიჭდება ზოგადად ვიდრე ხელოსნების ხელობა და ავეჯი კი ნამდვილად. საქართველოში ძალიან დიდი პრობლემატურია ზოგადად ხელოსნების თემა, რადგანაც ბევრი ხელოსანი საქართველოდან გაედინა, არის ძალიან ბევრი პროგრამა, რომელიც ქართულ ხელოსანს ცენტრალური ევროპა იქნება, აღმოსავლეთ ევროპა თუ ისრაელი სხვა მიმართულებით სთავაზობს და მათი შემოთავაზებები გაცილებით უფრო კარგია. ვიდრე საქართველოში არსებული შემოთავაზებები და ბევრი ხელოსანი გაედინება. თუმცა არ დაგეთანხმებით ამ ფაქტორში. მე მყავს უცხოელი დამკვეთებიც და ებრაელი დამკვეთებიც, რომლებიც ამბობენ, რომ ხელობა თქვენს ქვეყანაში ბევრად უფრო ძვირი ღირს, ვიდრე ჩვენთან და ხანდახან ცოტა შოკირებულ მდგომარეობაში არიან ხოლმე, რომ რატოა ესეთი ძვირი. თუნდაც ხელობა, თუნდაც ბინაზე უფრო ძვირი უკვე ხელობა ჭირდება. კი. კარგი ხელოსანი თუ ხარ, მგონია რა. კარგი ხელოსანი თუ ხარ, ყოველთვის მოთხოვნადი ხარ და არ გიწევს ნამდვილად ევროპაში და სხვადასხვა ქვეყნებში გასვლა და გადინება. კარგი ხელოსანში ალბათ დისციპლინასაც გულისხმობთ, იმიტომ რომ ხელოსნების ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა დისციპლინაა. დისციპლინა უმთავრესია. შეიძლება ხელოსანი არ იყოს კარგი დამწყები იყოს და კონდეს დისციპლინა და ჩვენ ვასწავლოთ და დავაყენოთ ისეთ გზაზე, რომ ერთ-ერთი მოთხოვნადი გახდეს ბაზარზე, მაგრამ როცა არ აქვს დისციპლინა, ძალიან რთულია მათთან მუშაობა და დიახ, თან ტექნოლოგიებიც ვითარდება და შესაბამისად სარემონტო მიმართულებთან ძალიან ბევრი სიახლეებია, მაგალითად თუ 20 წლის წინ საერთოდ არ არსებობდა უზარმაზარი ფილები, მაგალითად 122 და 40-ზე. ეხლა უკვე ძალიან ჩვეულებრივი მომენტია, მაგრამ მისი გააკვრაც არის პრობლემატური, იმიტომ რომ ხელოსანი გჭირდება ტექნოლოგია. ტექნოლოგიები იმდენად ვითარდება, რომ უჭირთ ხელოსნებს საწევა. იმიტომ რომ ჩვენს ქვეყანაში არ არის დღესდღეობით ისეთი სასწავლო პროგრამა, რომ განავითაროს და ხელი შეუწყოს ამ ხელოსნებს. თუნდაც მაგალითად ჩასაშენებელი აბაზანის მექანიზმები და მსგავსი ტიპის რაღაცები, რომელსაც ცოდნა სჭირდება და ის თანამედროვე ტექნოლოგია. იცით რა არის? ბაზარზე გვაქვს თანამედროვე მასალები, აი თუნდაც თხევადი შპალერი. რომლის გაკეთებას და გაკვრაც არ იცის უამრავმა ხელოსანმა. გონიათ რომ იციან. კი. იციან, გონიათ რომ იციან, თვითონაც და დამკვეთსაც აჯერებენ რომ იციან. ელემენტარული ხშირია, როცა puzzle დეკორს ირჩევს დამკვეთი და არასწორად უწყობენ. კი და აბსოლუტურად სხვას ჩვენ ალბათ გვინახავს ბევრ სოციალ მედიისათვის, რომ სოციალ მედიაში უკუღმაც კი დაუგიათ ფილები. კი, ძალიან. შეგვიძლია ვიხილოთ აი ამ სარემონტო შავ სიაში, ხო? ესე ქვია. კი. დიზაინთან დაკავშირებითაც მინდა გკითხოთ. თქვენ თქვით რომ დაახლოებით რა მდგომარეობა რემონტის ბაზარზე, ბევრი თვითონ აკეთებს ხოლმე საკუთარ დიზაინს, ბევრი დიზაინერს ქირაობს ხოლმე. რა უნდა ვიცოდეთ ასეთ შემთხვევაში და რა უნდა გავითვალისწინოთ? კი. დიზაინის კულტურა დღესდღეობით ეხლა იკიდებს ჩვენ ქვეყანაში ფეხს და ეხლა შემოდის უფრო ისე როგორც ხელოსნები, დიზაინერებიც არ ჩამოვარდებიან თავით. კი, ნამდვილად. და დღეს ისეთი სიტუაცია ყოველი მეორე უკვე დიზაინს სწავლობს. კი, ავაწყობთ დიზაინს და ვიზუალს შევქმნით, 3D-ს 3D ვიზუალს დაუდებთ, მაგრამ იმის შიგნით უნდა იცოდე შენ განხილვა ნახაზების და ყველა წერტილის სადრა მიედინება და ასე შემდეგ. ზომების დაცვა. ზომების დაცვა აუცილებელია, თუ გინდა რომ სავალალო შედეგზე არ გავიდეთ. ერთი ლამაზი ნახატი და მეორე ამის ტექნიკური შესრულება.
ტექნიკურ მხარეს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება და ფიზიკურად, ანუ 2 და 3 თვიანი კურსები 2 და 3 თვეში ვერ ისწავლი ფიზიკურად, ანუ ტექნიკურ მხარეს, როცა უნივერსიტეტებში 4 წელი სწავლობენ და კიდე მაგისტრატურაზე და კიდე აგრძელებენ სწავლას, ხო? ეს ხო ზღაპარია, რომ 3 თვეში რაღაცა ტექნიკურ მხარეს ისწავლის და აითვისებს. ასევე უნდა იცოდნენ მასალებიც. კი, ყველა მასალა რაც კი შემოდის და ყოველწლიურად ძალიან ბევრი გამოფენა ტარდება, კონფერენციები, დახურული კონფერენციები ტარდება დიზაინერებისთვის და ამ კონფერენციებზე და თუნდაც ექსპოებზე სიარული აუცილებელი არის, რომ განვითარდეთ და არ ჩამოვრჩეთ მოდას. და რა არის დღეს ტრენდული დიზაინში? რას ანიჭებენ ქართველი დამკვეთები უპირატესობას და უსხოლები? იცით რა არის 2025 წლის ტენდენციაში და მოდაში უფრო შემოვიდა პასტელური ფერები და ბუნებრივ მასალასთან მიახლოებული მასალა, რაც მაქსიმალურად არ შეიცავდეს ტყვიას და მავნე ნივთიერებებს. კი, ეკოლოგიურად სუფთა მასალაზე არის უფრო დიდი მოთხოვნა და ადამიანს უნდა უფრო მეტი ეკოლოგიურად სუფთა მასალა, იმიტომ რომ ჯანმრთელობა და ჯანსაღი ცხოვრების წესი გახდა. იმდენად დაბინძურებულ გარემოში ვცხოვრობთ, კიდევ სახით კი. ანუ ამ მიმართულებით შეიცვალა ზოგადად. კი. კიდევ დავამატებდი, რომ რა ფაქტორები უნდა გავითვალისწინოთ დიზაინერთან ურთიერთობის დროს. ძალიან ბევრ შესწომას უშვებენ ხოლმე და დიდი წარმოდგენები ექნებათ დიზაინერებზე, რომ აი ეს უნდა გამიკეთოს, ის უნდა გამიკეთოს, ესე არ ხდება. პირველი, როდესაც დამკვეთი გადაწყვეტს, რომ აიყვანოს დიზაინერი, უნდა გათვალოს ბიუჯეტი. დაახლოებით რა ბიუჯეტში სურს რემონტის გაკეთება, იმიტომ რომ ხანდახან ხდება ისეთი შემთხვევა, რომ ჩვენ მოგწონს რაღაცა ისეთი მასალა და ისეთი ავეჯი, რაც საკმაოდ ძვირია. მაგათაც დივანი შეიძლება გქონდეს $20,000-დან. ნამდვილად. და ესო ჩამისვა დიზაინერმა. ჩვენ მოგწონს დიზაინერებს, მაგრამ ჩვენ ხო არ ვიცით თქვენი ბიუჯეტი. ამიტომ საჭირო არის, რომ გათვალოთ, სიტყვაზე აი მინდა ავეჯი დამიჯდეს დაახლოებით 30,000 და ჩვენ იმ ფარგლებში დავიწყებთ ძებნას. რა ალტერნატივა შეგვიძლია შემოვთავაზოთ და მოვერგოთ თქვენს გემოვნებას. თუნდაც კეთლის დეკორაცია შეიძლება ხოლმე ერთი შპალერი, ერთი რაღაცა ვიზუალი €5,000 ღირდეს. მაგრამ €5,000 მთლიანად ფიქრობდა სამრევლო სამუშაოების დასრულებას. კი. ამიტომ ძალიან კარგი იქნება თუ ამას გავთვლით და ანუ პირველი ეს არის რომ დიზაინერთან აუცილებლად გავიაროთ ბიუჯეტი, თუ რა ბიუჯეტის ფარგლებში უნდა ჩავდიოთ რემონტში, იმიტომ რომ როდესაც დიზაინერი დაიწყებს აწყობას ამ თუ იმ ბინის ასეთ შემთხვევაში რაღაცა ისეთ სასარწ წავაწყდეთ, რომ დამკვეთით შოქში ჩავაგდოთ ფასებიც და ჩვენს ხელმევართ მოგვიწიოს. თავიდან გაკეთება, თავიდან დიზაინის შექმნა. კიდევ რას მივაქციოთ ყურადღება, ეს ძალიან კარგი რჩევა იყო, რომ მივაქციოთ აუცილებლად ყურადღება რა ბიუჯეტში უნდა ჩავეტიოთ სარემონტო მასალებში, იმისათვის რომ მე დიზაინერმაც ეს გაითვალისწინოს. შემდეგი ეტაპები უნდა გავითვალისწინოთ დრო. დრო უმთავრესია. ხშირ შემთხვევაში გონიათ ხოლმე, რომ აი რა უნდა ამ ნახაზის აგებას და რა უნდა დიზაინის აწყობას. 2 დღე ხო დაგჭირდება, ხო გეყოფათ 2 დღე. და რეალურად ანუ 2-დან 4 კვირა და გააჩნია ამას კვადრატულობას გააჩნია. 2-დან 4 კვირა მაინც უნდა გავითვალისწინოთ. თუ სურთ ხარისხიანი რენდერები, რა თქმა უნდა და ანუ სრულყოფილი ნახაზები. ისე როგორც დროის კუთხით, მაგათაც როდესაც რაღაც ტიპის ფილა გინდა, რომელიც იატაკზე ან კედელზე ან სადაც უნდა გააკრა, ასეთ შემთხვევაში ეს ფილა არ არის საქართველოში და დიზაინერს არ აქვს ინფორმაცია საერთოდ რა ფილები იყიდება საქართველოში და რა შეიძლება მხოლოდ კატალოგიდან გამოიწერო, კატალოგიდან რომ ესპანეთში გამოვიწერა რაღაცა ფილას, ამას რა თქმა უნდა მოლოდინს უნდა მქონდეს, რომ გარკვეული დრო დასჭირდება. ისევე როგორც კარი თუ მინდა რომელიც შეხებილია იმ ფერში რომელიც მე მსურს ამასაც ხო დრო დასჭირდება და ბაზარზე ზუსტად ის ფერი შეიძლება არ არსებობდეს ასე რომ დროის კომპონენტი არის მეორე ანუ ჩვენ თქვით ერთია რომ დაგეგმარების დროს დიზაინერთან მუშაობის დროს ბიუჯეტი გავითვალისწინოთ რა ბიუჯეტში გვინდა და მე დრო გავითვალისწინოთ რომ ნახოთ რამდენად მოსწრებადია ეს იდეა რომელიც დროში შეიძლება ვერ ჩაეტიოს შეიძლება ძალიან კარგი ვიზუალი იყოს მაგრამ დროში შეიძლება ვერ ჩაეტიოს მესამე კიდევ დავამატებდი იმ ფაქტორს რომ
უნდა ვიცოდეთ ჩვენ არსებულ ბაზარზე გსურს სარემონტო საქმიანობის შესრულება თუ დიზაინერს ვანიჭებთ თავისუფლებას სიტყვაზე ჩვენ ავარჩიოთ ევროპული მასალა, იტალიური მასალა და ამაში რა თქმა უნდა ვეხმარებით ჩვენ ჩამოტანაში, მასალის ჩამოტანაში და ესაც უნდა მკაფიოდ განსაზღვრული კონდეს დამკვეთს და დიზაინერს უნდა უთხრას, რომ სურს მხოლოდ და მხოლოდ არსებულ ბაზარზე გამიკეთოთ დიზაინი, ან ნება თქვენია როგორც გნებავთ მე. ხან და ამ კუთხითაც ძალიან კარგად უნდა იცნობდეს დიზაინერი ბაზარზე არსებულ სიტუაციას, იმისათვის რომ სწორად დაგეგმოს პირობითად 60-100 ფილა შეიძლება ხშირად ნაცრისფერი ფილა, რომელიც ყველაზე მოთხოვნადია, შეიძლება ძალიან ადვილად იპოვო დღეს ბაზარზე, მაგრამ თუ გინდა სპეციფიკური ზომები, სპეციფიკური დიზაინი და ასე შემდეგ, შეიძლება ძალიან რთული იყოს. ასევე ძალიან შეიცვალა ზოგადად ტენდენცია მცენარეებთან დაკავშირებით და მცენარეები გახდა ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი აი ამ ინტერიერის დიზაინერის. რამდენად სახეზეა ეს ტრენდი დღეს? ძალიან მოთხოვნადია, უკვე ბინებშიც მოთხოვნადია, ცალკე ერთ კუთხეს გამოუყოფენ ხოლმე მცენარეებს, რადგან დღესდღეობით გვაქვს ბუნებასთან ნაკლები კომუნიკაცია და ცდილობენ ხოლმე შეივსონ სახში სიტყვაზე მცენარეებით და ასე შემდეგ. თუმცა უკეთესი იქნება თუ ჯერ მოვლას ისწავლიან. დიახ, ეს საკმაოდ პრობლემატურია, იმიტომ რომ რაღაც კვლევას გავეცანი, საქართველოში არ არსებობს ფლორისტების სკოლა, რომელიც შიდა ოთახის მცენარეებს ის მიმართულებით იმუშავებს და დაეხმარება ადამიანებს ისწავლონ თუ როგორ უნდა მოუარონ სხვა ტიპის მცენარეებს და ესეთი ტიპის ფლორისტთა სკოლა არ არსებობს და ამ მიმართულებითაც კადრები ძალიან ჭირს, რამდენიმე ადამიანია თბილისში, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს და მათაც ძალიან ბევრი საქმე აქვს, იმიტომ რომ მცენარეების მოვლა ასეთი იოლი არ არის, იმიტომ რომ თავისი შეწამვლით, თან განსაკუთრებით თუ შინაური ცხოველები ყავს სახლში, ეს კიდევ ცალკე თემას წარმოადგენს ხოლმე. ბოლოსკენ წავიყვანოთ ჩვენი გადაცემა, რა არის თქვენი ყველაზე დიდი გეგმები, რომელსაც მომავალში ფიქრობთ თქვენ? სარემონტო ინდუსტრიაში ხართ ჩართული, დიზაინს და რემონტს ასრულებთ, რაზე კიდე დიდი მოთხოვნა, რა მიმართულებით შეიძლება რომ განვითარდეთ? ჩვენ სამომავლო თუ გეგმავთ, ასევე დავიმატოთ სამშენებლო კომპანია და გავფართოვდეთ უფრო ბაზარზე და არა მარტო რემონტი და დიზაინი შევთავაზოთ მომხმარებელს, ასევე შევთავაზოთ მშენებლობაც. კერძო სახლების რა თქმა უნდა. იმიტომ რომ კერძო სახლები უფრო და უფრო აქტუალური ხდება და მგონი უკვე თითქმის ყველა სურვილია რომ კორპუსის მე-16 სართულზე ცხოვრებას ბუნებასთან ახლოს კერძო სახლში ცხოვრება ჩობია. მე მარიამ ძალიან ბევრი წარმატება მინდა გისურვოთ, ძალიან საინტერესო თემა შევეხეთ დღეს, სარემონტო ბიზნესის შესახებ საუბრობდით. მარიამ ციციკაშვილი იყო დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი, SM გრუპის დამფუძნებელია, სარემონტო კომპანიის და ბაზარზე უკვე 2 წელია რემონტებს აკეთებს და იმ ტრენდებზე, ტენდენციებზე, რჩევებზე საუბრობდით, რომელიც ყველამ დაიცოდეს, რადგანაც სულ მალე დაიწყება სარემონტო სეზონი. დიდი მადლობა მარიამ სტუმრობისთვის. ჩვენ დღევანდელი გადაცემა ამით დასრულებულია. ჩვენ ერთმანეთს შემდეგ სამშაბათს შევხვდებით. კარგად მზადდებოდეთ და დროებით.